თბილისში 19-21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება UEFA-ს ლიცენზირების ორგანოს რეგიონული ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობს მიიღებს 18 ფეხბურთის ფედერაცია. ჩვენთვის დიდი პატივია, რა თქმა უნდა, უმასპინძლოთ ესეთ ღონისძიებას. მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაცვლა, რაც ბოლო წლებში დაგვიგროვდა, იცით ჩვენ ყოველწლიურად სიახლეებით ხვდებით ყოველ ლიცენზირების სეზონს. მათ შორის გეტყვით კიდევაც, რომ თუნდაც პროლიცენზიის მწვრთნელები უკვე სავალდებულო იქნება ლიგა 2-შიც კრისტალბეტში, აგრეთვე ლიცენზირების ვალდებულება აქვს ქალთა საფეხბურთო კლუბებსაც და ყველა ის სიახლე, რომელიც ინერგება UEFA-ს მასშტაბით, იქნება ამ ვორქშოპზე წარმოდგენილი. ყველა ის კლუბი იქნება ჩართული, რომელიც ლიცენზირების პროცესში მონაწილეობს და რა თქმა უნდა, ყველა ის ექსპერტი, რომელიც ლიცენზირების კომიტეტში ყავს. We are very happy to be in Georgia. For the club licensing regional workshop. This is a very important part of our regular communication collaboration with our national associations. I would like to thank also the Georgian Football Federation, not only for hosting us, but for a very good collaboration with UEFA, also in club licensing, and of course also for sharing a lot of best practices and experiences also to the other national associations. რა თქმა უნდა, დიდი პატივია ჩვენთვის UEFA-ს ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა. ჩვენ ქვეყანას ესტუმრება არა მხოლოდ UEFA-ს უმაღლესი ხელმძღვანელობა, რომელიც კურირებს კლუბების ლიცენზირების მნიშვნელოვან სფეროს ევროპაში, არამედ ჩამოვლენ აღმოსავლეთ ევროპის და არა მხოლოდ ასევე გერმანიის, მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, 18 ფეხბურთის ფედერაცია იქნება წარმოდგენილი და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს საკლუბო ფეხბურთი ევროპის მასშტაბით და ძალიან დიდი პატივია კიდევ ერთხელ გამოვარდები ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა.